ამ ვიდეოში ნახავთ, როგორ დავაგემოვნებთ 8 სხვადასხვა ქვეყნის უცნაურ კერძებს. რა არის ეს ჭიმიკარი? ამას მე არ შევჭამწვ. როგორ მზადდება ყველაზე გულისამრევის საჭმელი. ყვინტლი, რომ ვიღაცამ თებსე დადოს და ის შეჭამო, შეკაზმული. რის გამო დავიწყე ლექსების წერა? აიღე, სოკო შიტაკე. ვიღაცას ტრაქში უტაკე. დღეს გვექნება გრანდიოზული ვიდეო და რატო იქნება დღევანდელი ვიდეო გრანდიოზული, რადგან დღეს მე და ქრისტი დავაგემოვნებთ 8 სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს კერძებს, ხალხოს საჭმელებს. და რა თქმა უნდა, ეს კერძები არ იქნება ჩვეულებრივი ქვეყნების, ეს იქნება ისეთი ქვეყნების კერძები, რომლის კერძებიც ასე თუ ისე საზეზღრობაა ხალხო და რთულია საჭმელად. არ მინდა კედების ჭამა მე. გინდა, ქრისტი, დამიჯერე, გინდა. მე მიყვარს კარგი, ლამაზი, გემრიელი, რო შეხედავ უკვე თვალი რო ჭამს. ქრისტი, ხინკალი აქ არ იქნება. ქართული აქ არ იქნება. აი ქართულს რა ჯობი, რა არ ვიღაცა ქართულს არაფერი ჯობია, მაგრამ აქ არ იქნება. მე და ქრისტის გვექნება ერთგვარი ჩელენჯი, როგორც ხედავთ უკან დაფაზე არის გამოსახული სხვადასხვა რიცხვები. მე და ქრისტი ავირჩევთ რიგრიგობით ამ რიცხვებს, დავაგემოვნებთ კერძებს, რომელიც ამ რიცხვებში იქნება დაწერილი და უნდა გამოვიცნოთ, რომელი ქვეყნის საჭმელია. ძალიან მარტივად. აი უფრო კარგად რომ აგიხსნათ, ესე მოხსნით მაგალითად ცხრიანს, გადმოატრიალებთ აქ ეწერება კერძის სახელი, ამ შემთხვევაში მწვადი ვიეტნამურად, არ ვიცი არსებობს თუ არა ეგეთი კერძი. და როდესაც უკვე ჩვენს ვარაუდებს ვიტყვით მე და ქრისტი, გავშლით ამ ფურცელს და შიგნით ეწერება საიდან არის ეს კერძი. ამ შემთხვევაში ვიეტნამიდან. ტრადიციულად აუცილებლად გამოგვიწერეთ, დაალაიქეთ ვიდეო და დააკომენტარეთ. ასევე დაწერეთ ისიც, რომ რომელი ქვეყნის კერძები შეიძლება იყოს. დაიწყე ქრისტი. დაგითმობ ახლა პატარა ხარ ჩემზე და გოგო ხარ და ერთი აირჩენებს. 6-იანი. 6-იანი? ხო. მზად ხარ? არა, არ მინდა რაღაცა ისეთ 6-იანი. მოკლედ, ასე გამოიყურება ჩვენი კერძი და ახლა ვნახოთ ამ კერძის სახელი. ძროხის დოშერაგი. დოშერაგი რა უბედურება? დოშერაგი ის არ არის? ხო ვიცი, მეც ეგ არის. 60-რიანი სუპები. გავსინჯოთ, ქრისტი. გიო, პირველ რიგში. ნახოთ. ისეთი სუნი აქვს, აი ისეთი სუნი აქვს, რომ ეგრევე ჭამას გადაგანდომებს კაცს. რატო ქრისტი, კაი სუნი აქვს? შენ იმიტომ რომ ხშია. აუ, ქრისტი, მე მგონი ის არის, ნახე, ობიანი კვერცხივით როა. ხო და შენთვისა ეგ შეჭამე. გავსინჯეთ. არ მინდა. გასინჯე, ჯერ შენ გასინჯე. ჯერ შენ გასინჯე, მე რატო უნდა მოვკვდე პირველი, ვერ გავიგე. აბა, ვერც შენთან. და რატო აქ მწარე სუნი? გემრიელია. აი, ეს ხორცი რაც გავშინჯე ხა მე, ჩემი აზრით ძალიან გემრიელი არის, ძალიან კარგი არის. რისი არის, სავარაუდოდ ძროხა, ანღორი. ჰო. ჩამიტანა. ეს რა არის, ქრისტი? ეს დამბოსტო. კიმჩი არის თუ რა არის? მე კიმჩი გასინჯული მაგ და კომბოსტო. ძალიან ცუდი გემოაქვს. შენ მანამდე იფიქრე, რომელი ქვეყნის კერძი შეიძლება იყოს? ეს? აუ, ეს რა გემრიელი რაღაცა რა არის? რა არის ეს ვაფშე? ისე რა თამამად ჭამარც ვიცი რა არის? ცუდია გოგო ხორცი. რა არის? ძალიან გემრიელია, ქრისტი, რას ესე ძალიან გემრიელი? გახსენი პირის აპარატი რა გაქვს შეგიძლიათ რომ მოგწონს. ბრინჯი თუ არის, ჩემი აზრით, ეს უკვე ნიშნავს, რომ რომელიღაც აზიური ქვეყანაა. რას ვიყო? კაი, მე ვიცახი რომ ეს ვიეტნამურია, იმიტომ რომ კორეული სხვანაირია და ჩინური სუნი ვიცი, ჩინური დოშირაკი მაგ გახსნილი ხალხო, რომ გახსნით ერთი კვირა სუნი არ გადის სახლიდან, ისეთი ცუდია. ნუ ჭამბიჭო არ მოკვდე. არ მოვკვდები გოგო, გემრიელი თამშია. ჩემი პასუხი არის ჩინური. მზად ხარ? არა, ჩინური არ არის საბოლოო პასუხი რა არის? ვიეტნამი. ვიეტნამი, ჩინეთი. კორეა. კორეა? კორეა, ხალხო, კორეულია. კორეაში ისეთ რაღაცებს არ ჭამენ. საერთოდ მართლა გითხრათ, კორეაში რას ჭამენ? კორეაში მე ვფიქრობ, რომ ესე ფუმფულა ღვეზელებს და ეგ რაღაცებს ჭამენ. საყოველთაოდ ესე გემრიელად ჭამენ კორეაში. აი, მოკლედ, შემდეგი კერძი მე ავირჩევ 4-იანი. 4-იანი? რატო 4-იანი? მწვანე მომწონს და მაგით. ვარ მომწონს რა. ძალიან უცნაური არის და ეს არის ხალხო ქოქოსის სუპი. მე ვიცი ქოქოსის სუპი ხალხო. სუპია ქოქოსი ვიცი რომ დალევ ან რაღაცა რძე იყიდება ქოქოსის მაგას დალევ ან ქოქოსი შეჭამ. რაღაცა ამოიფიქრა აზე ხარ ქოქოსისგან სუპი. ჯერ შეჭამე. მე არ შევჭამ. ეს რა არის? პამიდორი ესე იგი, სოკო, ხახუ. დაიცა. მე გეტყვით ახლა უყურეთ. როგორია იცი? დანაიღო მზარეულმა წკაპ. აიღო ჩაყარა და დაასხა წვენი. არა, ქრისტი, არა, რაღაცა კერძს აკეთებ და ნარჩენები რაც მორჩა ამაში ჩაყარა ნახო. ქოქოსის გემოა? არა, ხა ცუდი გემო აქვს, ვიზუალი აქვს, მაგრამ ცუდი მიმოარა, ვიცი? მაგრამ აი ეს არ გავასინჯე ან გასინჯე. ძალიან დიდი რაღაცები ყრია და არ მიზიდავს რა ვიზუალურად. წვენი კაი აქვს. აბა წვენი. ნუ
უხრუპავ. არის, ეს ტკბილია. მუსკატის კაკალის დაობებული კვერცხის და თაშმიჯაბის წვნიანი სუნი გემო. რა არის ეს, კრისტინე? ეგ არის ნაგვის განაცხადი. ანუ ხახვებიც კი ცოცხლად ყრია დიდები. რომელიღაც ქვეყანაში წარმოიდგინე ბებო უმზადებს აი ეს სუნიანს თავის შვილი. ბებო ზარჩი მამეთი წვნიანი დამომი. მე ვიტყვი ტაილანდს. არა ინდოეთია. ტაილანდია. რა იცი რომ ტაილანდია? აბა შენ რა იცი რომ ინდოეთია, კრისტი? მე უბრალოდ ვამბობ. ნახე ტაილანდი რატო? ქოკოსი არის ტაილანდში? ინდოეთში გემრიელი არის. ქოკოსები არის? ანუ ხო ჭამს ხალხი. ანუ ერთი წამი რა ხელებს ნუ მიქნევ ბიჭო, წერზე ზღვის პროდუქტები არის? ინდოეთში არის ზღვის პროდუქტები. აუ, მოდი რა მე მგონია. ყველგან არის ზღვის პროდუქტები, ერთი წამი გერგი, აი, საიდან გაიგებ? საჭმელი უნდა იყოს როგორი? აი, ყვინტლი უნდა ეგდოს, აი ესეთი უნდა იყოს რა. აი, ინდური საჭმელი უნდა იყოს, ვიღაცა ფეხის ფრჩხილით რო ჭრის, ხო იცი? აი ეგეთი უნდა იყოს ინდური საჭმელი. აუ, ნუხვები. ეს არის უფრო ტაილანდური, აი ლედი ბოიმ გააკეთა ვიღაცა. თავისი თეთრი რაღაც ჩაასხა. ფუფკერგი. კაი, ეს აღარ მინდა მე. საბოლოო პასუხები. ინდოეთი? მე ტაილანდი. გავხსნა? გახსენ. და პასუხია ტაილანდი, კრისტინე. ბატონი, გახსენს? არა, კრისტი, უბრალოდ ლოგიკით წავედი. შენ. ვაფშე არაფერი არ მაქვს ტაილანდური გასული პირველია, კრისტინე. მოდი, შემდეგი არჩიე კრისტი შენ. კარგი, ერთიანი იყოს. მე უნდა მოხსნა? რა თქმა უნდა. ასე ულამაზესად გამოიყურება ეს კერძი და ამ კერძის სახელია ღორი ბამბუკით. ბამბუკებს ჭამდა ღორი და მაგიტო ბამბუკს საჭამენ ეგ გვაინტერესებს. ჩინეთი. იაპონიაში ჭამ. იაპონიაში ჭამენ თუ ჩინეთში? იაპონები. კუნგ-ფუ პანდა სად არის გადაღებული? იაპონური არ არის? მე ქვეყნებთან ძალიან შორს მოკლედ, ჩემი აზრით ჯერ აი პირველად რო შევხედოთ, ეს კერძი გავს აჯაპ სანდალს. ბამბუკით. ბამბუკი ამათში რომელია გაფიცები? არ ვიცი. რო გაიგებ გვიანი იქნება. ეს რა არის გაფიცები? ვიღაცა ნაწლავია, გიო. ნაწლავია. არ არის გამორიცხული, ქრისტი მართლა შეიძლება ნაწლავი იყოს მართლა. მალე ქრისტი ჭამე რა, ნარჩევ რაღაცებს არჩევ. აიღე, სოკო შიტაკე, ვიღაცას ტრაქში უტაკე. ძალიან ცუდია. რა არის გოგო ცუდი, შენ ფიშს გემოვნება გააქვს? ხადა მიღეჭება ერთი კვირა დავღვაჭავ. კევივით არის? თან ცივია. აი ჩვენ ხარ გვაქვს სამარცხვინო კერძები. ჩვენი კერძები არა ყველა გემრიელი საქართველოს. თქმა უნდა. ნებისმიერი. რა თქმა უნდა. ეს რა არის? ბიჭო, ეს რატო უნდა მოგივიდეს თავში საერთოდ თუ აი ეს რაღაცა რა გამოიჩენო რა არის? მანახე ერთი კარგად. მოკლედ, მოდი ვთქვათ რა შეიძლება იყოს თუ გინდა. ჩინურია. ესეც საზიზღრობებს ჭამენ ჩინელები. ხო, რავი, მეც ეგეთი რაღაც მგონია, ან იაპონია, ან ჩინეთი რა. რატომ პარავ ქვეყანას ვერ გავიგე? არ პარავ, მე იაპონია უფრო მგონია. კაი, შენ იაპონია, მე ჩინეთი. ოკეი. მომეცი? ვინ მოიგო? ჩინეთი. მე ვიცი ხალხო, რომ ერთხელ ჩინ რესტორანთან გავიარე, ისეთი სუნი იყო. იქიდან მაგის სუნია, ხო? ისეთი სუნი იყო, რომ წავიქეთ სლამის, ძალიან ცუდი სუნი იყო და იმას ჭამდნენ ესე. ეს გარეთ იდნენ და ესე ხარშავდნენ. მოკლედ. ხუმრამდე. ფრე, გავაგრძელეთ. 7-იანი მიდი. 7-იანი, რატოი? ფერია კარგი? რა ვიცი, მე რენდომად ვიყებ. ძალიან ცუდად გამოიყურება ხო ეს კერძი. ეს რა არის? ეს ამის სახელი არის გორემე საბზი. ეს იცი რას გავს ხალხო? აი ქათამს რო დაკლავენ და კუჭიდან ამოუღებენ საჭმელს. ჩემთვის უფრო ის არის ნახველი. ნახველი არ ვიცი, მაგრამ ბიჭებს რო ქათამი აქ დაკლული და იმის კუჭიდან რაღაცები ამოღებული, აი ზუსტად ეგეთია. აი დაგიწევ. სიმინდებია. მოგინდოდა არჩევა, ვინც აირჩია იმან ჭამს, მე მაგას არ შევჭამ პირველი. სანამ ქრისტი ჭამს ამუგემრიელეს კერძს, მანამდე აუცილებლად არ დაგავიწყოთ ჩვენი არხის გამოწერა. რაც შეიძლება მალე ავიდეთ 200.000-ზე. ხო, კარგად ქრისტი. აი გასინჯე. არ დაგავიწყოთ რა. გასინჯე ეს აი ეს გასინჯე ჯერ შენი ჭირიმე, ყველაზე საინტერესო რომელიც არის მწვანე. რა? ეს ბიჭო. ნასკი სუნია, ქრისტი. რა არის? სუდია? სუდად განწყობილი ხარ. არა.
შენ მოგეწონება უეჭვენ. რა არის ეს ქრისტი? ეს ხნარად როგორ ჩამე? აი ქართული სამზარეულო დააფასეთ. ეს რა არის? ანუ რაც გავშინეთ, ყველა უბედურებაა. მე ვიყავი ერთი კვირა თურქეთში. 3 დღეში? არა. 3 ხო, ერთი კვირა ვიყავი თურქეთში. 3 დღის მერე ვტიროდი მინდა ხტინკარი მეთქი. ვეღარ ვჭამდი. მე ვიყავი. თურქეთიდან როგორც გადმოვედი, ეგრევე ხინკლის საჭმელად წავედი. ჩანთებიანად. რა, ვერ თუ კერა ტუალეტიდან ვერ გამოვიდოდი იმათი ფიდეს გამო. გიორგი, ყველაფერი ისე დეტალურად ხალხს არ უნდა უთხრა. რა, ჩემი ძმაკაცები არიან დაკალებით მოვარადო. ჩემი ძმები ხართ, ბიჭო. შენ რამე ვარაუდი გაქვს? აი ეს საერთოდ არანაირი. არ ვიცი. ლობიოს იყენებენ. ინდური ხო არ არის? ინდურს ვფიქრობდი, მეც რაღაც უბედური ის არის. ბრინჯიც აქვს ინდოელებს. საკმაზეც რაღაცა კატასტროფული აქვს ამ ხორცში და იმაში. თან, ამ ხორცში არის გამოყენებული ტყემალი. ვიღაცამ წვილი მოიხოცა ამაში რა ტყემალი. კარგი ბიჭო! ერთო ჩემო ტყემალი. რაღაცებს. საბოლოო ვარაუდი, მე ინდოეთს ვამბობ. ინდოეთს ვამბობ მეც. ამას ვინ ჯერის და ორეოც არ შეჭა. ინდური არის ახლა ეს სახელი, გორემე საბზი. ტინკილინკი რაღაცა ესეთი უნდა იყოს. დონდელმი ვადო დუ. რაღაცა ეგეთი უნდა ეწეროს. რო გასნი, ეგრე. Don't tell me what to do. Don't tell me. აი, გავხსნათ 3, 2, 1. გრა. ირანი. რა ირანული კერძებიც არ ვიცი, საერთოდ გასინჯული წარა მაქვს. მე ირანული ვიცი, მარტო ირანული შაურმა ჰალალ. ეგ ვიცი, მეტი არ ვიცი. შემდეგი. მომეცე ეხლა ხალხ. მე რო ამოვიღო შეიძლება? უბრალოდ ფურცელი რო ავიღო. სამიანი აიღე. 5-იანს ავიღებ. ქალი სიტყვას არასდროს არ ენდოთ. შემდეგი და ულამაზესი კერძის სახელი არის მანსაფი. მე იმას არ შევჭამ. ეს რა არის, ბიჭო, როგორ თანთალებს იცით? არის. ისი ხორციანი და საერთოდ. ეს რისის სუპია თუ რა? რა სუპი? აუ, რა არის? რანაირად ესხმევ? ეს წყვინტლივითაა, ქრისტინე. აი ეს უნდა მოასხა, არა ეს. ადეგი და შენ მოიზიდა. მიაყოლე. არის ოცნების კერძი? დააღეჭერო გემო გაიგო, უნდა გამოიცნო გოგო. აუ, მიდი რა ეს. აუ, რა სუნია! დაუტირე, იმერა მკვდარს აყენებს, ქრისტინე. უნდა გასინჯო, მარტო, არა, უნდა გასინჯო. რა სუნია, მერტო ჩემო. გადაიცექით და ქრისტი, რისი გემოა? საზიზღრობის. აუ, ამას ვიღე. ხორცი კაია. ხოშლამო, ბიჭო. ერთთან არ მოვიწამლო გადავაფუძო. კვინტელი წარმოიდგინე ვიღაცამ ქნა შიგნით. ძენად თანთალა ხორცია. ხაშლამისკენ მიდის სიმართლე გითხრა რა. უბრალოდ დებილობებით არის შეკამაზული. რისი ხორცია ნეტაე? აი ეგ რომ მაინც ვიცოდე რისი ხორცია. ძალიან ცუდია. აი მეც რო ვერ გავაკეთებ იმდენად ცუდია. აი არ მაქვს ნიჭი საჭმელების გაკეთების, მაგრამ ისეთ ცუდს მაინც არ ვაკეთებ გიორგი რა. ანუ არ მესმის, აი ეს კვინტლის კონსისტენციის რაღაცების ჭამა ვისევასება არ გამა რა არის ეს მართლა? ვინც აკეთებს აი იმას ვაცება. ინდონეზია? ხათამი რომ მოკვდება და აყროლდება, ხო ის? აი ეგეთი სუნია, ლეშის სუნია. ვარაუდები ქრისტი, რომელი ქვეყნის შეიძლება იყოს ეს საჭმელი, იყოს ეს საჭმელი. ჩემთვის აი ეს კვინტლი არის რომელიღაც აფრიკული ქვეყნის. აი მეც აფრიკულს ვამბობ რა. სახელი გოგო. მანსაფი. ეგ არ თქვი? მანსაფი. კიდია საიდან არის? არ ვიცი მას. ლიბანი, ქრისტი, ლიბანი, არა, ლიბანი. ლიბანი სად არის? ლიბანში. აი, ჭამენ ჯანდაბას. საქართველოში ამას რატო ამზადებთ? ლიბანელები ხო? არ მოამზადოთ. ანუ არ გინდათ. ერთით-ერთია გიორგი. ისე? ერთით-ერთია. ნული ვართ. აი, ნული, დაბლა ვართ. მინუს ქვევით ვართ, გიორგი, რომ არ შეგვიძლია და რუიანი. და ამ კერძის სახელია ოგბონოს სუპი. სუპი? ეს რანაირი სუპია, არ გამაგიჟო. ქრისტინე! დაუტირე! ეს დაინახეთ ხალხო? ამას უყურეთ. ის არისო კვინტლი ეს არის. რა არის ეს ჩიფიკაი? ამას მე არ წევ. არ არსებობს ქრისტი. ეს რა არის, გოგო?
იმენა კვინტლია, ქრისტე, რის განაკეთებენ? ყვებითი შოკი მაქვს. ჩემი კაი, ეს რა ვიცი მე საიდან არის, არც მინდა ვიცოდე, გეუბნები რა. შეხეთი როგორ თანთალებს ბიჭო. ჯერის დორგლივით არის. ჯერი თო ჩვენ ამას უყურე ქრისტე. გაბ. ვაიმე. უკან ყვება უბრალოდ. აუ, ამას მე არ გავსინჯა. ქრისტე, ამას გაუსინჯავა და ვამბობ, რომ ეს არის აფრიკა. აი ეს. ჭამენ ეგეთ ყვინტლს. აი ესეთ ყვინტლს. ინდოეთია, ესეთ ყვინტლს მან ჭამენ. ან ინდოეთია, ან აფრიკა, ყვინტლია, უეჭველი. მე ინდოეთს ვამბობ. გავსინჯოთ, რა სამბობ, ქრისტინა. არ მინდა. გასინჯე. ჯეი არ გასინჯე. ჯეირანი პირველი ვინ გასინჯე. ჯეირანი. მოდი, ერთამდე. ჯეირანი. ვაიმე, მადლობა, ყველას მადლობა, ვინც ზემიდან ხარს მიჭირდით. ვაიმე, ჭამე, ჩემთვის მემედება. ცეცხლი ყვინტლი ჩამოეწვეთა მაგ თეთრი რაღაც. როგორი გიგია? აღწერი რა, მე ვერ შევჭამ. აუ, გვანა გითხარი ხალხს. ნახავთ არ გიდმარა, გითხარი ხალხს როგორია? არ ვიცი, ქრისტე, ამას ვერაფერს ვერ შე. რაღაცა მარილიანი ყლარწია, არ ვიცი, რაღაცა ქვიშის უბედურება. წყალწები რო არის აი ეგ არის. ბიჭო, ამას როგორ წელავენ, არ გამაგიჟოთ, ბიჭო. გინდა განახო. ერთი წამი გიოყურე. გულიმერება მართლა. აი ეს დააჭერე. ო, კარგი, ქრისტი, რა, აფრიკელი დგას. ზიზახის. ყველაზე საზღარი ვიდეოა მართლა რა. რა არის? რა ვიდეოა ჩემი? აუ, რა ყვინტ? გიორგი გულიგერევა? აი არ ვიცი რა გემო აქვს. ვერც ვიგრძენი ვერანაირი გემო. ანუ აი მართლა, აი ძალიან ცუდად ჟღერს, ვიცი, ძალიან ცუდად ჟღერს, მაგრამ აი რავი, კიდევ უნდა გავიმეორო. ყვინტლი, რო ვიღაცამ თეფსე დადოს და ის შეჭამო, ოღონდ შეკაზმული. აი ეგ არის ზუსტად. მიირთვი. შეხოცა და მე რატომ უნდა ვჭამო? გემო მოიტანა, რა ცუდი გემოა, იცი? გასინჯე ქრისტი, მიირთვი. აუ, საზიზღრობა რა. რა, რიკაცო. მიდი განაცვალე, მიდი. თლიანად. თვალები დახუჭე. ნიგზიანი ხარჩო. ხვირი დაკეტე. ნიგზიანი ხარჩო. ნიგზიანი ხარჩო. ყვინტლიანი ხარშო. ო, კარგი. ნიგზიანი ხარჩო. კი, მიდი. ნიგზიანი ხარჩო. ეს ღომივითაა ქრისტი. მეგრული ნიგზიანი ხარჩო. მეგრული. ჯერ ამას მოწ. ნაძე მომეწება. მიდი. ბატის თავი მიჭამია, ქათმის ფეხი მიჭამია, ქათმის ერთი ადგილი. ვირის ხორცი, ქათმის ერთი ადგილი მიჭამია. 100 დღის დაძველებული კვერცხი გვეჭამია. მაგრამ ისეთი არაფერი არ მიჭამია. ეს ჩემი აზრით 100-იანი აფრიკული რაღაც არის. არ მინდა, მე ინდოეთს ვამბობ. ინდოეთს ამბობ? ინდოეთია თქო. აფრიკა. ამაში ვარ 100% დარწმუნებული. რანაირად იყავი? ქრისტი, რანაირად იყავი, ქრისტინე, ნუ აუბრალოდ და აფრიკაში ჭამენ ბიჭო ესეთს რა. 100 კვინტლს, აი ზუსტად აი ესეთი რაღაც ღომისე, არა, ღომს შეურაცხყოფა როგორ მივაყენო, ანუ რაღაცა ფაფით ჭამენ აფრიკაში. არ ავიჩიოთ ახლა ისევ შემდეგი კერძი. შენაირჩე, მე არ შემილი. ავიჩევ და იყოს რავი სამიანი. მე არ შემილია. დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, სიوارتლე გითხრა. არა, სახელი კაია. რატო? მომოსაი. მე არ მომწონს. არა, ჩემთვის კარგად გამოიყურება სიმართლე რო გითხრა. ის რა არის, საერთოდ არ ვიცი. ეს არც მე არ ვიცი რა და სხვა შორის ძალიან მაინტერესებს. აი, ნახე, რაღაც სასიამოვნო რაღაცა. ფუნთუშებია? არ ვიცი, ნახეთ, აი, მოხარშული პურივით არის სიმართლე რო გითხრა. გაფჭებული პურისუნია. გაფჭებული მოხარშული პური. გაფჭებული არა, აბა პურია, ქრისტი, შიგნიდან და გარედან მოხარშულია რაღაცნაირად. რა, შიგნიდან პურია. ანუ შიგნიდან ჩაორო პურივითაა, მომეც თუ შეიძლება. და გარედან არის მოხარშული, როგორც თქვი. ანუ პური ოღონდ რაღაცნაირი ძაღი გემო აქვს. ნუ არა, რატო გემრიელი. ეს კაია, ქრისტი. მადლობია გიო. დონ კაია. და ყველაზე მნიშვნელოვანია ეს რა არის ახლა? ეს არ ვიცი რა არის. ახლა გოხრათ. ქართული კერძივით გამოიყურება სიმართლე გითხრა. ანუ კაია ეს კაია. ეს თორე რა კაია. ვა. ეს გემრიელია. გემრიელი არის ბიჭო, მაგრამ საიდან შეიძლება იყოს ეგეთი გემრიელი? ცოტა აჯაფ სანდალის გემოს დაკრას, აი ხოცი როგორ. ზუსტად. ჩანახი.
შეიძლება რაღაც კონკრეტული კერძი ვემი რა კაი როგორ მომეწონა კაცო მე სულ ესეთები უნდა გქონოდა რავი ტაჯიკეთი იყო არ ვიცი მართლა არ ვიცი ტაჯიკეთი მე სომხეთი და გაწერია ვაიმე ყაზახეთი ბიჭო მე მაგ გასინჯური ყაზახური რა ქვია დედის ლაგმანი დედის ლაგმანი აი მართლა ეს უნდა ვთქვა დედის ლაგმანი მართლა საჭმელი აქვს ყაზახებს ესე ქვია დედის ლაგმანი გადავედით მოკლედ შემდეგ რაუნდზე და საბოლოო მე ორიენს ავირჩევ თუ შეიძლება აქვს ვინ აირჩევს რა საირჩევს სახელი ვთქვათ სახელი არ გვიქვია ჰანდი ინდურია უეჭველი მეც ეგვიფიქრე ჩემ ნუ ბაძავ რა ინდურია თან ვიძეს ჰინდი ჰანდი ეგრე წავედი მეც ეგრე წავედი ზუსტად მაგრამ ინდოელებს ზოგადად ვიცი რომ ძალიან სანელებლები უყვართ და ზოგადად აზიაში ყველგან უყვართ გავსინჯოთ ეს ხორცი თუ რაღაცა რა რითი არის გიორგი ძალიან გემრიელია აუ ესეთი რა არის უხმოდ რო გადავაფურთხე ვერ იტყვი რომ ძალიან ცუდია მაგრამ უცნაური გემო აქვს რაღაცა სუნელი ჩაუვარდა ბანკიანად ძალიან ბევრი სუნელებია კატასტროფულად ბევრი სუნელებია გაფრთხილებული ბომბია სუნელების აი ხორცი გავსინჯოთ ამა მიდი გენაცვალე დედა გენაცვალე აია გავსინჯოთ თუ არა ესეთი გემრიელია ომი რა ცხარია იცი სახელი თუ მივყვებით და ეს მართლა ინდური არის უნდა წარმოიდგინო რომ ესე დაბლა ტალახში სადღაც უბედურებაში აი ანტისანიტარიაში ზის ვიღაც ინდოელი ფეხი აქვს აი ფეხის დიდეთიც აქვს გაზრდილი აი ესეთი ფრჩილი ამას ლესავს ხომ ესე ქვით და ხორცებს ჭრის ესე ფრჩილით ხო აგნანახი ვიდეო კარგი აუ ეს კი პირში მიდოზე ესე ვლაპარაკობ ჩემ და ის გადავაფურთხებ და მოვა აჰა გიორგი მეორე აზრი არ არსებობს ეს არის ინდური ვიეტნამშიც ეგრე ჭამენ ა ვიეტნამი ქრისტი იმენა ფეხის ფრჩილით არის დაჭრილი დააკვირდი ქრისტი ანუ სუდათ არის დაჭრილი სახელი ჰანდი გეუბნები ინდურია ქრისტი ნუ იგო წაი მაგის გამო გავხსნა 3 2 ვიეტნამი ინდოეთი გეუბნები ვიეტნამში ჭამდნენ ესეთ რაღაცებს ვიეტნამი ქრისტი ინდოეთი არის და 2-1 გილოცავ ჩემო მეგობარო კი არა და ჩემო ცოლო ასეთ კბილა დამიბერდი სულ ეს იყო და ეს ჩვენი ვიდეო იმედი მაქვს რომ მოგეწონათ იმედი მაქვს რომ ისიამოვნეთ იმედი მაქვს რომ იხალისეთ და იმედი მაქვს რომ ამას არასდროს არ გასინჯავთ ის ხო იცი ვიდეოს მე რო ამბობი ხოლმე რა ეს ილეთის სახში არ გაიმეოროთ ეს სახში არ გაიმეოროთ აკრძალულია ქართულთა და ორთულთათვის რავი არ ვიცი როგორ არის მოკლედ რა თქვენ კიდე არ დაგავიწყდეთ ჩვენი ვიდეო დალაიქება არ დაგეზაროთ რა თქმა უნდა და ასევე გამოიწერეთ ჩვენი არხი ახლა კი მომავალ შეხვედრამდე ვი არა გინდა ვი აუცილებლად გამოგვიწერეთ და დააკომენტარეთ აუცილებლად ბევრი დააკომენტარეთ და ეგრევე როგორც კი დაიწყეთ კომენტარებში ხახო ქრისტი ბანძი გიორგი განძი მე ვარ ბანძი არა მე ვარ განძი აი მე ვიქნები ბანძი აი მას თუ შეჭამ არა ვიყავი განძი всё ნახვამდის ჩაო ბამბინო